მივდივარ მალაიზიაში. ტოვებ ხმაურიან ვიეტნამს და მივემართები ახალი თავგადასავლების საძიებლად. ამჯერად გეზი მალაიზიისკენ, კერძოდ კი კუალა-ლუმპურისკენ მაქვს. აეროპორტში რიგი ნახეთ რამ ხელა, მსგავსი რამ არსად არ მინახავს. მახსოვს პირველად რომ ჩავჯექი თვითმფრინავში, მთელი ფრენის განმავლობაში წამითაც არ მომიშორებია თვალით საში ღრუბლებისთვის და დღემდე პატარა ბავშვივით მიხარია ხოლმე ზემოდან დანახული პეიზაჟები. აბა გამოტყდით და მითხარით რამდენი ეძებთ ხოლმე ღრუბლებში სხვადასხვა ფიგურებს, თუ მხოლოდ მე ვარ. მოკლედ 2 საათიანი ფრენის შემდეგ ჩამოვედი კუალა-ლუმპურში. აეროპორტი ქალაქიდან შორსაა, დაახლოებით 1 საათის სავალ გზაზე. ტაქსით შემსასტუმრომდე ქალაქის ცენტრამდე დაახლოებით $13 დამიჯდა მგზავრობა. აი გამოჩნდა პეტრონას ტყუპი კოშკებიც, კუალა-ლუმპურის სავიზიტო ბარათი. სასტუმრო ქალაქის ცენტრში მაქვს. გარემო იმაზე მეტად მეგაპოლისურია, ვიდრე წარმოვიდგენდი, თუმცა არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ძალიან ცხელა. ლოგიკურიცაა, ყველგან მინის შენობებია და ორმაგად აცხუნებს გარემოს. ჩემი ნომერი 36 სართულზეა და საოცრად ლამაზი ხედები კი იშლება, მაგრამ მე-20 სართულს რომ ავწდი ლიფტში, ყურები დამიგუბდა. მომდევნო რამდენიმე დღე იმედია გავძლებ აქ ცხოვრებას. ასეთ სიმაღლეზე ჯერ არასდროს არ მეცხოვრია. სავარჯიშო დარბაზიდან ხედი ნახეთ რა ლამაზია, ესეც აუზის სახურავზე. ისეთ ცხელა აქ გაგრილებაზე მეტი ვერაფერზე ვერ ვფიქრობ. ხამით კი აი ასე ლამაზად მოსჩანდა ჩვენი ტყუპი კოშკები. მათ ქალაქს და სხვა ღირსშესანიშნაობებს შემდეგ ბლოგში დაგათვალიერებინებთ. ასე რომ გამომიწერეთ და დაელოდე შემდეგ ბლოგს. აბა დროებით.